პეტერ მადიარი, იგივე უნგრეთის არჩევნების გამარჯვებული. ჯერ კიდევ არ მიუღია ოფიციალურად ხელისუფლება, მაგრამ უკვე გამოაცხადა, რომ ვიქტორ ორბანი ვეღარასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში. როგორც განაცხადა პარტია TISA-ს ლიდერმა, უნგრეთის ახალი მთავრობა გეგმავს ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, რომლებიც ვიქტორ ორბანს და მის გარემოცვას აუკრძალავს ქვეყანაში ნებისმიერი თანამდებობის დაკავებას. ამავე დროს მადიარმა განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ევროპული კრედიტის გამოყოფის. და აქ მოულოდნელად, ან არც ისე მოულოდნელად, ოდნელად უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის დართმით დაზიანებული ნავთობსადენი დრუჟბა ექსპლუატაციაში აპრილის ბოლომდე შევა და უნგრეთი კვლავ შეძლებს რუსული ნავთობის შეძენას, სანამ ახალი ხელისუფლება მიწოდებების დივერსიფიკაციით იქნება დაკავებული. ამასობაში ევროპული კომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი, ურსულინ, მან ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა წარმატების ფონზე სწრაფად უარი თქვან ვეტოს უფლებაზე საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. იმისთვის, რომ მომავალში ვეღარავინ შეძლოს ევროკავშირის ერთპიროვნული გადაწყვეტილების დაბლოკვა, როგორც ამას ვიქტორ ორბანი აკეთებდა, ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ ამ გამოშვებას დავიწყებთ, გთხოვთ, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი პეჩი ნიუსი. მოკლედ ვიდეო. მოულოდნელად. თუმცა სინამდვილეში არა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსების მიერ დაზიანებული ნავთობსადენი დრუჟბა აპრილის ბოლომდე ექსპლუატაციაში შევა. და ამის სანაცვლოდ ის ელოდება უნგრეთის ახალი ხელისუფლებისგან ვეტოს მოხსნას სესხზე. ასე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსების მიერ დაზიანებული ნავთობსადენი დრუჟბა აპრილის ბოლომდე ექსპლუატაციაში შევა. არა სულად, მაგრამ საკმარისად, რომ ის ექსპლუატაციაში შევიდეს სხვა ვალდებულებებთან ერთად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან, განსაკუთრებით უნგრეთის, რომელმაც დაბლოკა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ზოგიერთი გადაწყვეტილება. ნავთობსადენი დრუჟბა, რომლის მეშვეობითაც რუსული ნავთობი მიეწოდება უნგრეთს და სხვა ქვეყნებს. უკრაინა აღმოჩნდა ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის დავის ცენტრში, მას შემდეგ რაც მოულოდნელად უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსების მიერ დაზიანებული ნავთობსადენი დრუჟბა დავის მიზეზი გახდა. ამ ფონზე პროკრემლისმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელმაც ადრე არაერთხელ დაბლოკა სანქციების დაწესება, განაცხადა, რომ ვეტოს გამოყენებას კვლავაც ელოდება ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს. თუმცა პარლამენტის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ არჩეული და მოულოდნელად პრეზიდენტი ვლადიმირის სახსრება. Канцлер Германии Фридрих Мерц на пресс-конференции с Владимиром Зеленским განაცხადა, რომ დაზიანებული ობიექტი ექსპლუატაციაში დეკემბერში შევიდა ევროკავშირის კრედიტი უკრაინისთვის. აქვე აღნიშნავ, რომ ზელენსკისა და მერცის შეხვედრა ბერლინში გაიმართა და ვეტოზე. межправительств სესხით ორი ქვეყნის მინისტრებს. განხილვების შედეგად მხარეებმა რამდენიმე შეთანხმებას მოაწერეს ხელი, მათ შორის ახალი შეიარაღების სისტემების ერთობლივი შემუშავებისა და ზომების შესახებ შეთანხმებებს. მოულოდნელად სინამდვილეში უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დღეს ყველა გააოცა, არა მხოლოდ ზელენსკიმ. განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანი ვეღარასდროს შეძლებს გაძვრეს. ნავთობსადენი დრუჟბა ექსპლუატაციაშია შეყვანილი. გეგმავენ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ორ ვადაზე მეტხანს ყოფნას აკრძალავს. ციტატა მადიარის. ჩვენ დავაწესებთ შეზღუდვებს. მართლაც უკრაინაში რუსების მიერ დაზიანებული ნავთობსადენი აპრილში ექსპლუატაციაში შევიდა და გამონაკლისი არ იქნება არავისთვის, მათ შორის ჩემთვისაც. ასეთი ცვლილებები დემოკრატიის გაძლიერებისთვის არის საჭირო. და რადგან დამარცხებული პარტიის ლიდერი ფიდესის ვიქტორ ორბანი მთლიანობაში ელოდება ვეტოს გამოყენებას სესხზე და ის ვეღარ შეძლებს ამ თანამდებობის დაკავებას. ამასთან მადიარმა უკვე აღნიშნა, რომ უნგრეთში გლობალური ცვლილებებისთვის ასევე საჭიროა ორბანის სისტემისგან გათავისუფლება, რომელშიც სხვებთან ერთად პრეზიდენტსაც მიაკუთვნებს. უკრაინის ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანის შემდეგ გადადგომას აპირებს. ასევე მომავალმა პრემიერ-მინისტრმა პირობადად, რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ, მათ შორის განაცხადა გეგმებზე, რომ რუსების ნავთობსადენი დრუჟბა ვეტოს დაექვემდებარება კრედიტით. და блокировалось правительством Орбана, и по его словам, это необходимо для მოულოდნელად უკრაინის
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსების მიერ დაზიანებული მილიარდობით ევრო, რომელიც ევროკავშირმა გაყინა ორბანის მიერ სასამართლო სისტემისა და უსაფრთხოების სამსახურის რეფორმების ჩატარებაზე უარის გამო, ექსპლუატაციაში შევა სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფი უმსხვილესი საწარმოების ხელმძღვანელობა. ანუ ევროკავშირი ამბობდა, რომ მონოპოლია უნდა მოიხსნას. ვეტოს კრედიტზე. მოკლედ იქ აგროვებენ ფულს, ატარებენ სასამართლო რეფორმას, აერთებენ უნგრეთს ევროპულ პროკურატურასთან და ასე შემდეგ. სხვა შორის ახლავე აგიხსნით, რატომ არ აკეთებდა ამას. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. პრეზიდენტი ზელენსკი. რუსების მიერ დაზიანებული ნავთობსადენი დრუჟბა ექსპლუატაციაში შევა ვეტოზე. ვიქტორ ორბანის ხელისუფლება ბოლო წლებში სწორედ იმ ევროპული კავშირის სახსრებს ხარჯავდა. საქმე იმაშია, რომ ოპოზიციის მონაცემებით ბოლო 15 წლის განმავლობაში თითქმის 30 მილიარდი ევრო სახელმწიფო ტენდერებიდან მიიღეს კომპანიებმა, რომლებიც მეგობრებთან არიან დაკავშირებული. და მოულოდნელად უნგრეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყვილი არის ორბანის ქალიშვილი და მისი მეუღლე იშტვან ტიბორც, რომელსაც უძრავი ქონებისა და სასტუმროების სფეროში იმპერია აქვს. დრუჟბა ექსპლუატაციაში აპრილიდან შევიდა, ეხლა ის ვეტოს ელოდება. сославшись на семейное და მოულოდნელად ამ ევროპულ პროკურატურას, რადგან ის მაშინვე დაიწყებდა გამოძიებას იმ ფულზე, რომელსაც უნგრეთს ევროკავშირი გამოყოფს. ამავე დროს უკრაინის თავმჯდომარემ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსების მიერ დაზიანებული ნავთობსადენი დრუჟბა აპრილში შევა ექსპლუატაციაში. ვეტოს უფლებისგან უარის თქმას კავშირის ვეტოზე. и принятии внешнеполитических решений. ასე რომ მოულოდნელად სინამდვილეში რუსეთის წინააღმდეგ ზომები და უკრაინის დაფინანსება კვალიფიციური უმრავლესობით უნდა მიიღებოდეს. ზელენსკი რა შეიძლება დაბლოკოს ცალკეულმა ქვეყნებმა? შემდეგ მისი ციტატა. გადასვა რუსების მიერ კენჭისყრაზე. ნავთობსადენი დრუჟბა ექსპლუატაციაში აპრილში შევა და ველოდება ვეტოს კრედიტზე. Как лед тронул. და მოულოდნელად სინამდვილეში. Вычищать эти конюшни и как უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირმა განაცხადა, რომ რუსების მიერ დაზიანებული ნავთობსადენი დრუჟბა აპრილის ბოლოსთვის ამოქმედდება. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწერეთ ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარებში. ვეტო კრედიტზე და მოულოდნელად სინამდვილეში. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსების მიერ დაზიანებული ნავთობსადენი დრუჟბა ექსპლუატაციაში შევიდა. ელოდება ვეტოს კრედიტზე.